მოგესალმებით ბოცო და გვანცა. წინა გადაცემაზე დაგვიკომენტარეს რომ ბოცოს და გვანცას გავხართო და ჩვენს რაღაც ვიპოვეთ მსგავსება. კარგი ხუმრობა იქით იყოს. მაგრამ ვინ იყო ეს ხوارიციან უმეტესობამ განსაკუთრებით პატარებმა. მაგალითად 90-იან წლებში ჩვენს ბავშვობაში იყო ესეთი ანიმაციური ფილმი ბოცო და გვანცა, გოგო და ბიჭი დადიოდნენ და რაღაცებს ნახულობდნენ და რაღაცებს აღმოაჩენდნენ. ჩემი ერთ-ერთი ჰობი არის თავისუფალ დროს სატელიტური რუკების თვალიერება და უცნაური ფორმების ან ადგილების აღმოჩენა და დღეს ზუსტად აი ასეთ ადგილზე მივდივართ, რუკაზე აღმოვაჩინე ძალიან უცნაური ფორმის, სიმეტრიული ფორმის მთა, სადაც აშკარად ჩანს რომ იყო ან არის რაღაც შენობა ნაგებობები და რა თქმა უნდა ეს გადავუღე ამას სურათი გავუგზავნე ალექსანდრეს, იმიტომ რომ ალექსანდრე ძალიან ძლიერი არის ინფორმაციის მოპოვებაში და ასე თქვა ჭხირკედელაობაში. ისეთი საინტერესო ადგილი ყოფილა, რომ აი ერთი სული მაქვს რომ მივიდეთ და ვიპოვოთ და ადგილზე ვნახოთ. მოკლედ, მივდივართ ადგილზე, რომელიც შესაძლოა კი არა, უბრალოდ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი არქეოლოგის მიხედვით შესაძლოა იყოს საქართველოში ყველაზე ძველი ამ ეტაპზე საქალაქო დასახლება. რა და როგორ ამას უკვე ადგილზე მოგიყვებით. წავედით. ბრინჯაოს დროის. ბრინჯაოს ხანის. ხო, ბრინჯაოს ხანის. საკუთრება აწერია. შედი კაცო. უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. ხოდა ჩვენ იქით მივდივართ. ხო, იქით კი მივდივართ, მაგრამ კერძო საკუთრებაა და. ნუ სხვა გზა არ. აქ ვკითხოთ, მანქანა დგას რაღაც და იქნები იყოს ვინმე. მანქანა დგას, მაგრამ არავინ არ არის. წინ უნდა წახვიდე. რამდენჯერ გამივლია გზაზე, როდესაც მივდიოდი დავით გარეჯისკენ. ახლა უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ვართ გარეჯის ერთ-ერთ ბორცვზე, ასე ვთქვათ, სადაც არის საოცარი უძველესი ქალაქი. მართლა გაოგნებული ვარ, რაც კი მქონდა ამაზე წაკითხული ყველაფერი დამავიწყდა. კიაზო ფიცხელაური, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო არქეოლოგი, უბრალოდ იყო გარდაიცვალა შარშან ძალიან სამწუხაროდ. მისი აზრით ეს ნაქალაქარი, ანუ ნაომარი გორა, ახლა ვარ ნაომარ გორაზე, ეს ნაქალაქარი ითვლება ერთ-ერთ თუ არა მისი აზრით ყველაზე ძველ ნაქალაქარად საქართველოში. ეს არის მისი აზრი და მას ძალიან ბევრი რამე დაეჯერება, რადგან კონკრეტულად აღმოსავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კახეთი-ჰერეთის მიმართულებით ის ითვლება საუკეთესო კვლევარ არქეოლოგად და რამოდენიმე 40-ზე მეტი დასახლება აქვს გამოკვლეული და მე მქონდა ბედნიერება მას შევხედროდი სტუდენტობის დროს, მომესმინა მისი ლექციები, ფანტასტიკური ადამიანია და სწორედ მისი დიდი წვლილია ის რომ რაღაცები ვიცით ამ ნაომარ გორაზე. თლიანად აი დრონის კადრებშიც რომ ჩანს არის ამ ბორცვზე აი ასე სიგრძეზე განლაგებული და თან ისეთი სიმეტრიული ნაგები არის, რომ ამას ნამდვილად დასჭირდებოდა თავიდან რაღაც დაგეგმარება, ნახაზების გაკეთება, რომ ასე ზუსტად და სწორად გაეკეთებინათ ყველაფერი და ეს ადგილი, სადაც ჩვენ ახლა ვდგავართ, ითვლება საცეცხლე ადგილად, სადაც სულ 24/7-ზე ენთო ცეცხლი. ეს არის საკულტო ადგილი. ეს იყო უდიდესი ცივილიზაციის პირდაპირი მანიშნებელი. კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ ასეთ რაღაცებს ჩვენ უნდა ვეკიდებოდ, აი როგორც უნდა ვეჭიდებოდ მაქსიმალურად და უნდა ხდებოდეთ უფრო სიღრმისეული გამოკვლევა
და რათა საქართველოს ისტორია კიდევ უფრო გამდიდრდეს და გაიზარდოს, რადგან ჩვენ ვიცით რომ ვიწყებთ როგორც ყოველთვის კოლხეთის, ოქროს კოლხეთი, შემდეგ მოდის იბერია და ამ დროს კახეთ-ჰერეთის ტერიტორიაზე გვაქვს შეიძლება ითქვას კიდევ უფრო ძველი ცივილიზაციის უმაგრესი ნაშთები. სწორად თქვი, მართლა სანამ აქ მოვიდეთ წუხელ რამდენიმე წიგნი გადავიკითხე, ვეძებდით ამ ინფორმაციას, სხვათა შორის სპონტანურად ვარ წამოსულები და რამოდენიმე მკვლევარი, ვისაც ეს ნაკვლევი აქვს, პირდაპირ ყველა ამბობს, რომ ეს არის ერთი, ასე ვთქვით, ამოსუნთქვით აშენებული. ანუ დაიგეგმა, აშენდა და ესეთი სიმეტრია, რა ვიცი, არ ვიცი. ფაქტობრივად 400-დან 500 მეტრამდე გრძელდება, ჯერ არ კილომეტრამდე, იმიტომ რომ დრონი კარგად შორს ვაფრინე და საკმაოდ სწრაფად. პლუს ამას, რასაც დავაკვირი, სტრატეგიულადაც ისეთი მდებარეობა აქვს, იქით გომბორამდე ყველაფერი ჩანს. აქეთ ივრის ხეობა, ყველგან ყველაფერი ჩანს 360 გრადუსით, აი ყველაფერი აბსოლუტურად. მოგეთ, აქ ბრინჯაოს ხანაში მე-4-მე-2 ათასწლეულებზე საუბარი იყო საკმაოდ დიდი ცივილიზაცია, ასევე კლიმატი მაშინ იყო განსხვავებული, რადგან აქ საირიგაციო სისტემაც ჩანს, ანუ სარწყავი სისტემა, რომელსაც აქტიურად იყენებდა, შესაბამისად მოდიოდა სხვადასხვა მოსავალი, შეიძლება ხორბალი ნამდვილად მოყავდათ, შეიძლება სხვა რაღაცეებიც. მაგრამ აქ არის ბატონ კიაზოსთან ერთად მუშაობდნენ გერმანელი არქეოლოგები და სხვათა შორის ერთ-ერთი მათგანი ადარებს თავის ნაშრომში, ესეც ნახეთ გუშინ, რომ ეს ნაქალაქარი ძალიან წააგავს ფაქტიურად ასლია ხეთური ქალაქებისა. ხეთების იმპერია იყო ძველ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განვითარებული იმპერია, რომელიც მდებარეობდა დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე. და სწორედ აი ასეთი მსგავსი დასახლებები ახასიათებს და აი გერმანელი მეცნიერების აზრით და ასევე რა თქმა უნდა კიაზო ფიცხელაურის გვერდს ვრავულით, კიდე ბევრჯერ ვახსენეთ ამ ძალიან მაგარ ადამიანს, რომ ეს ადგილი იყო შესაძლოა იმ ძალიან დიდი ცივილიზაციის ერთ-ერთი ნაწილი. და კიდევ ერთხელ მისი პირადი აზრით გავიმეორებ და ჩავსვათ ვიდეოში მეორეჯერ პრობლემა არ არის. ეს მისი აზრით ჯერჯერობით შეიძლება არც აღმოჩნდეს ამაზე ძველი ქვით ნაშენი, ალიზით ნაშენს არ გულისხმობ. ქვით ნაშენი ესეთი საქალაქო ტიპის დასახლება. ასე რომ ფაქტიურად ჩვენ ვართ ერთ-ერთ ყველაზე ძველ ინფრასტრუქტურულ ადგილზე მთელს საქართველოში. და სამწუხაროდ ისევ და ისევ უნდა ვახსენოთ მოუვლელობა, მიგდებულობა, დავიწყება ამ ყველაფრის, პლუს ამას აი ასე აქსიარულით არ ჩანდა, მაგრამ დრონის კადრებში ჩანდა მანქანით ნასიარულები, აი, ნუ პრინციპს სადაც დიდ გორზე დადიან და აფუჭებენ იმას, აქ ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. აი ძალიან სამწუხაროა და მართლა არ ვიცი. კიდევ სხვას ვის უნდა მოვთხოვოთ თუ ჩვენ არ გავაკეთეთ. კიდევ ერთი ყველას ალბათ დავით გაჩენში მიდიხართ, შეამჩნევთ რომ ამ ბოლო წლებში ძალიან კარგია და მიხარია გაშენდა ნუშის ბაღები და სხვადასხვა ტიპის ბაღები. ძალიან კარგია ეს და მივესალმებით რომ ეს ადგილი ისე უნდა აყვავდეს ამ კუთხით. იმედია არ შეეხებიან ამ იმას და შემოვღობოთ ეს ტერიტორია, დავდგათ ნიშანი. რუკაზე არც არის აღნიშნული. ჩვენ შეგვიძლია რუკაზე Google-ზე დავაღვნიშნოთ. სახელიც არ არის, არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ არის. ისტორიკოსი ნაწილი ეყრდნობა ლეონტი მროველის ცნობას, მისი ქართულთა წარმომავლობის შესახებ და იცით რომ თარგამოსის შვილები ქართლოსი, ეგროსი, მათ შორის ჰეროსი მოიხსენიება სხვებთან ერთად და ჰეროს ერგო ტერიტორია მტკვრიდან მარცხნივ და მასში მოექცა ივრისა და ანუ ივრის ზეგნის, ანუ იორის მდინარე იორის და ალაზნის ქვედა ნაწილი და სწორედ ახლა აქ ვარ და ბატონი კიაზო თვლის რომ ლეონტი მროველის ეს ნახევრად მითიური ამბავი ამ შემთხვევაში ძალიან მისაღებია, რადგან პერიოდი, როდესაც მინიშნება, როდესაც ხდება ფაქტიურად ქართველთა განსახან ქართულთა წინაპრების აქ დასახლება, სწორედ ემთხვევა დაახლოებით ამ პერიოდს და ზუსტად ეს ადგილი ისტორიულად დღეს კი შაგარიძის რაიონია და კახეთში შედის, მაგრამ ისტორიულად წარმოადგენდა ჰერეთის. ბატონ კიაზო კარგი ურთიერთობა ჰქონდა გერმანელ მეცნიერებთან და სწორედ მათი დახმარებით და დაფინანსებით მოხდა უკვე 90-იან წლებში უკვე არქეოლოგიური გათხრების გაგრძელება. გირჩევთ რომ მოხვიდეთ, რადგან ჩვენი სიარულით ჩვენ ამ ადგილს გავაცოცხლებთ
აი განსაკუთრებით და იმედია უფრო ყურადღება მიექცევა. ძალიან დიდი ყურადღება მისაქცევი ადგილია, სანამ ჯერ კიდევ რაღაცა შეიძლება გამოვიდეს აქედან. შეგიძლიათ მოგწეროთ, გიპასუხოთ, დაგაკვალიანებთ და ადგილმდებარეობასაც გაგიზიარებთ. ეს ფოტო ვიპოვეთ ინტერნეტში შემთხვევით და აი ამ ფოტოში ძალიან კარგად ჩანს გადაღებულია დაახლოებით 70-75 წლის წინ ნახე უდაბნოს ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლების დასასრულის ნაქალაქარის აეროფოტო. აი შეხედეთ ეს არის თვითონ ფოტო და ეს უკვე მისი დამუშავებული ძია და აი ხედავთ სად ჩვენ ვართ აი ახლა აი ამ ადგილზე. აი ზუსტად ეს შემაღლებულ პალმაზე ვდგავართ აი ზუსტად აი აქ. მოკლედ არ ვისლით. გაუგებრობებს. გაუგებრობებს და კაი მოდი ვცდი თვალ და ჩამოვგორდები. ესე იგი ავდივართ ანტოკის წმინდა კვირიკე და ივლიტა სახელობის ეკლესიაში. მანქანით რომელსაც მხოლოდ 2 თვალი აქვს. ой ძველი სასაფლაოა ნახე. აქ რაღაც ხო აქ უნდა იყოს რაღაც პატარა ეკლესია. მოგეთ კვირიკე და ივლიტა სახელობის რამოდენიმე ეკლესია მხოლოდ საქართველოში. ყველაზე ცნობილი რა თქმა უნდა ეს არის კალასი სვანეთში. 28 ივლისს აღინიშნება ძველი სტილით, 15 ივლისს ახალი სტილით და ასევე სოფელი ზარათი, ასევე რამოდენიმე კიდევ საქართველოში და მათ შორის აქაც უნდა იყოს რუკის მიხედვით და ახლა ვნახავთ მას. ქვევით ვიცით რომ შენდება რაღაც ახალი ეკლესია, უბრალოდ წმინდა ინოს სახელობის ეკლესია. მაგრამ ნახოთ მოვიძიოთ. რა თქმა უნდა, მაშინვე დაიწყო საფლავების კითხვა. არის პატარა საყდარი გვიანი შუა საუკუნეების. აი, ნახეთ, ესეთი საყდრები ძალიან ხშირი ხდება მთელს საქართველოში, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი. მართლა დიდი მადლობა ადგილობრივებს, რომ მათ თავიანთი ხარჯებით აღადგინეს. ეს იმის ბრალია, რომ არც სახელმწიფომ და არც ეპარქიამ ალბათ ვერ გამონახეს დრო და სახსრებილი ეკლესია აღდგენილიყო და ადგილობრივმა თვითონ, ასე ვთქვათ, თავის თავზე აიღეს. მაგრამ ამავე დროს მცირედი დარღვეულია ძეგლის აუთენტიკურობა. აი ნახეთ, ძალიან უხეშად ჩანს ბეტონის კვალი და აი ეს თაღი, ნახეთ როგორია აგურებით გაკეთებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ეწყინოთ პირიქით მადლობა რომ იყო მცდელობა აღდგენის და ეკლესიის უპირველი ფუნქცია არის ის რომ ადამიანი შევიდე შიგნით და ილოცოს, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია რომ რაღაცას აღვადგეთ, ეს გავაკეთოთ სწორად და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანების, ვისი უშუალოდ მოვალეობა არის ძეგლების მოვლა, პატრონობა, კონსერვაცია და აღდგენა.
საიდან უნდა დავიწყოთ ნინოწმინდის დათვალიერება თუ არა აი ამ საოცარი ადგილიდან. ეს არის ნინოწმინდას მონასტერი, რომელიც მე-6 საუკუნეში აგებულა. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ, როდესაც დასრულდა მისი მშენებლობა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყეს ჯვრის მონასტრის მშენებლობა. მაშინ, როდესაც ჩვენ მგონია, რომ ჯვარი არის პირველი გუმბათოვანი ეკლესია. ამ დროს ნინოწმინდის მონასტერი უკვე არსებობდა. სამწუხაროდ ამ შენობის არსებობა, ასე ვთქვათ, თითქმის სრულდება 1824 წელს, როდესაც მოხდა ძალიან ძლიერი მიწისძვრა და სწორედ ამ მიწისძვრის დროს ჩამოინგრა შენობის დიდი ნაწილი. არსებობს მოსაზრება, რომ წმინდა ნინო აქ გარდაიცვალა და უკვე შემდეგ იყო ბოდბის მონასტერში გადასვენებული. ჩვენ ძალიან ხშირად ჩვენს გადაცემებში ვახსენებთ, რომ ვცდილობთ, რომ გაჩვენოთ ნაკლებად ცნობილი ადგილები. ეს არ არის უცნობი ადგილი, მაგრამ რატომღაც ძალიან ხშირად თუნდაც ტურისტულები უვლიან გვერდს ამ ადგილს, არა და თითქმის გზაზე არის, სადაც არ უნდა წახვიდეთ გინდ თელავისკენ, გინდ სიღნაღისკენ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყვებით წმინდა ნინოს ცხოვრებასთან დაკავშირებით და ვესტუმრებით ბოდბის მონასტერს, ეს ადგილი არის მისი განუყოფელი ისტორია. ამიტომ მე მგონია, რომ პირველი აქ უნდა შემოვიდეთ და უკვე შემდეგ სხვა ადგილები მოვინახულოთ. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად 200 წელია ეკლესია არის დანგრეული, უბრალოდ გუმბათის გარეშე, მიუხედავად ამისა, მაინც შემორჩა ფრესკები, განსაკუთრებით საკურთხევლის მხარეს და ეს ფრესკები არის დაწერილი მე-16 საუკუნეში. ბავშვობაში, როდესაც აქ პირველად მოხვდი ექსკურსიის დროს, მას მერე ვცდილობ ყოველთვის მოვიდე როდესაც მივდივარ კახეთში. ირინებს სწორად აღნიშნა, ძალიან ბევრი უბრალოდ გვერდს უვლის, მაგრამ კახეთი იწყება აქედან, სწორედ აი ამ ეკლესიიდან და მთელი ეს ამბავი, რაც არის ზოგადად გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია. ასევე ეს მონასტერი გარდა ამისა იყო საკმაოდ ცნობილი სალიტერატურო გადამწერი ცენტრი და აქ ინახებოდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ლიტერატურა. აქ მოღვაწეობდა იოანე ნინოწმინდელი, ასევე აქ მოღვაწეობდნენ ისეთი ბერები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ისინი იმყოფებიან ათონის მონასტერზე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების უშუალო გავლენა იყო ამ მონასტერზე ძალიან დიდი. ეკლესია რამოდენიმეჯერ გადაკეთდა და ბოლო იყო 17-18 საუკუნეში და ამაში დიდი წვლილი შეიტანა საბა ტუსის შვილმა, რომელიც ასევე ძალიან დიდი გამორჩეული ეკლესიური მოღვაწე იყო და მწიგნობარი ასევე და სწორედ ჩემს უკან რაც ჩანს სამრეკლო და დიდი სახლი სწორედ მისი აშენებულია. სხვათა შორის მასვე განუახლებია გუმბათი და როგორც შემდგომ ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ გუმბათი უფრო დიდი გამოსულა, ვიდრე აიტანდა მას ეკლესია და სწორედ ამას თვლიან ერთ-ერთ მიზეზად, რომ დაინგრა ეკლესია მიწისძვრით, ან ვერ გაუძლო გუმბათის სიმძიმეს. და ზოგადად ნინოწმინდის ეკლესია ეს არის ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში მნიშვნელოვანი საეტაპო ტაძარი. საეტაპო პირდაპირ გაგებით, რადგან მას შემდეგ იწყება უკვე სრულად ახალი ეტაპი ქართულ არქიტექტურაში. ეკლესიას გარშემო აკრავს გალავანი, რაც დამახასიათებელი იყო უკვე გვიანდელი შუა საუკუნეებისთვის, განსაკუთრებით ლეკიანობის დროს, მოგეთ მე-17-18 საუკუნეში გალავანი საკმაოდ გაუმაგრებიათ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქ ტუსის შვილის და ანტონ მეორე კათალიკოსის მოღვაწეობის პერიოდში საკმაოდ განვითარდა ეს ეკლესია და აი ხედავთ სამრეკლო უკვე ვახსენე, რომელიც ძალიან ლამაზად არის გამოყვანილი აგურებით, მათ შორის ფორმები ჩანს, ჯვრების და ასევე კარები ძალიან საინტერესოა. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ და დიდ სამრეკლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდია. რა შეიძლება რომ ვთქვათ ნინოწმინდაზე? უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია საქართველოში და აქ მოპოვებული არქეოლოგიური ნიმუშები ამტკიცებს იმას, რომ ძველი წელთაღრიცხვით მეორე 1000 წლეულში აქ უკვე არსებობდა განვითარებული მეურნეობის სხვადასხვა დარგი. მათ შორის იყო მევენახეობა და წარმოიდგინეთ, ნინოწმინდიდან მანავამდე ჰქონდათ ძალიან კარგად მოწყობილი განვითარებული სარწყავი სისტემა.
ნინოწმინდა კი ვახსენეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ საგარეჯოს რაიონში, ეს რო არის. გადაცემის დასაწყისშიც ვახსენებთ ამას, მაგრამ მაინც რომ არ დაგვავიწყდეს სად ვართ. და რომელსაც ადრე ერქვა თვალი. და ხეობა, რომელიც გადავიარეთ, აი აქ ჩამ არის ნინოწმინდასა და საგარეჯოს შორის ეწოდება თვალთხევი. კლიანი შუა საუკუნეების მანძილზე აქ ძალიან აქტიური იყო მეურნეობა და ასევე აღსანიშნავია ის, რომ ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ სწორედ ნინოწმინდა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ადგილი საქართველოში. ყოველთვის დამადასტურებელიც არის ის წინვალე ეკლესია, რომელიც ვნახეთ და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, არ დავიღლებით, დავაფასოთ ის, რაც ძალიან მაგარი გვაქვს საქართველოში. ჩვენ აქ ვამთავრებთ ჩვენს გადაცემას, თქვენ კი არ დაგავიწყეთ, თუ მართლა მოგწონთ გადაცემა, მოიწონეთ და აკომენტარეთ და გვირჩიეთ შემდეგი რა გინდათ, რომ რა სისურვებდით, რომ ნახოთ და გადავიღოთ. ძალიან გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გამოხატეთ. დალაიქებით, არხის გამოწერით და დაკომენტარებით, კომენტარის დაწერით, რაც ძალიან დაგვეხმარება ჩვენ რომ მომძებნოთ ჩვენი მუდმივი პარტნიორები, რათა გავაგრძელოთ ეს საქმე. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრაზე. კარგად.